როგორც იქნა გამოვიდა კარგი ამინდები. დღეს მინდა მოგიმზადოთ უგემრიელესი ცივი ჩიზკეიკი, რომელიც მზადება ცხობის გარეშე და რაც მთავარია, უმარტივესია მოსამზადებლად. პირველ რიგში კი იმას გეტყვით, რომ ყველა პროდუქტი მოვიმარაგე ორ ნაბიჯში. ეხლა კი დროა შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში დაგჭირდება ორ ცხობილა. ორ ცხობილა მოვათასოთ თაში, შემდგომში კი დროებით გადავდოთ. ასევე დაგჭირდება კარაქი. კარაქი მოვათასოთ თაში და შემდგომში შევათბოთ მიკროტალღურში. ამასობაში ორ ცხობილა დავფრთხვნათ. დაფრთხვნილ ორ ცხობილებს დავუმატოთ გამხვალი კარაქი. შემდგომში ხელის დახმარებით ყველაფერი კარგად გადავურიოთ. მიღებული მასა დროებით გადავდოთ. დაგჭირდება ყალიბი. ყალიბში მოვათასოთ საცხობი ქაღალდი. შემდგომში კი მოვათასოთ ბარდურის ლენტი. საბოლოოდ ყალიბში მოვათასოთ ორ ცხობილის მასა. ორ ცხობილის ფენა გადავასწოროთ თანაბრად და დროებით ჩავდოთ მაცივარში. ამასობაში ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში. ჟელატინი და წყალი გადავურიოთ ყველაფერი ერთად კარგად და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დავივიწყოთ. ეხლა კი ისევე დაგჭირდება კარაქი. კარაქი უნდა შევათბოთ მიკროტალღურში. ამასობაში თაში მოვათასოთ კრემყველი. კრემყველი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რათა მივიღოთ ერთგვაროვანი სტრუქტურის კრემისებური მასა. ოთახის ტემპერატურის კრემყველს დავუმატოთ შაქრის პუდრა. შაქრის პუდრა შეგიძლიათ წინასწარ გაცრათ ან ეგრევე დავუმატოთ. ასევე უნდა დავუმატოთ ვანილინი. ვანილინის შემდგომ კი დავუმატოთ ნაღები და ასევე გამხვალი კარაქი. ეხლა კი მიქსერის დახმარებით უნდა ავთქვიბოთ ჰაეროვან სტრუქტურამდე. პარალელურად მიკროტალღურში შევათბოთ დამბალი ჟელატინი. დავუმატოთ დამბალი ჟელატინი ერთიანად. ავთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე, რათა თანაბრად გადანაწილდეს ჟელატინი. მიღებული კრემყველის მასა მოვათასოთ ორ ცხობილის ზედაპირზე. გადავანაწილოთ თანაბრად, ცოტაოდენად დავფერთხოთ და შემდგომში ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. ამასობაში კი მოვამზადოთ ჟელატინის ზედაპირი. დაგჭირდება ჟელატინი, დავასხათ ცივი წყალი. დავალბოთ და დროებით გადავდოთ. ეხლა კი ქვაბში მოვათასოთ გაყინული კენკრა. კენკრის ზედაპირზე მოვაყაროთ ჩაქარი და ასევე წყალი. დავდგოთ დაბალ ცეცხლზე, მივუყვანოთ ადუღებამდე. როდესაც კარგად ამოდუღდება, უნდა გადმოვდგოთ გასკურიდან და დავუმატოთ დამბალი ჟელატინი. ყველაფერი კარგად უნდა გადავუროთ. საბოლოოდ გადმოვიტანოთ საწურზე. აუცილებლად უნდა გავწუროთ. მიღებულ სითხეში უნდა დავამატოთ გაყინული კენკრა. გაყინული კენკრა აუცილებლად კარგად უნდა გადავურიოთ. ამასობაში გაგრილდება სითხე. მაცივრიდან გამოვიღოთ სტაბილიზირებული ჩიზკეიკი. სტაბილიზირებული ჩიზკეიკის ზედაპირზე მოვათასოთ გაგრილებული ჟელატინის ფენა. კოვზის დახმარებით კენკრა გადავანაწილოთ თანაბრად. ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით სტაბილიზაციისათვის. სტაბილიზირებული ჩიზკეიქს მოხსნათ ყალიბი და შემდგომში გადმოვიტანოთ სერვირების თეფშზე. ჩიზკეიქს მოხსნოთ ბარდურის ლენტი. შემდგომში ცხელი დანის დახმარებით დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. აი ესეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი ჩიზკეიკი გამოგვივიდა.